ხევანი თამარი, თიკა, ანანო ეკა, მარიკა. აქედან ერთ-ერთი ფეხმძიმედა. მაგრამ რომელი? უნდა გავიგო. თან ისე უნდა გავიგო, რომ არავინ არაფერი იეჭვიანოს. ჰა? მარიკაა ვითომ? არა, მარიკაა ვითომ? ჰა? შალოვნა. არა ეგ რომ მარიკა იყოს ახლა ეგ ამბავი შენ ნამდვილად გეცოდინება. შალოვნა, ჰა? მარიკა? შალოვნა. თუ არ მეუბნები, მანიშნე მაინც როგორმე, მანიშნე. დიახ, სისანა შალოვნა. გამარჯობა? ნახდათ მოსასმენი აპარატურა აქ დამონტაჟებული. ხო, აქ ვარ, არცად არ წავსულვარ. ხო, სისანა შალოვნა, არა გუშავს, როგორ ხართ? სასიამოვნოა, ვისთხოვო მარიკას, ახლავე მარიკა. მარიკა. ვინ არის? აი რა, რას მეკითხები მარიკა, ვერ გზნობ როგორი უარყოფითი აურა დატრიალდა. ალო? ხო, დედა. კარგად დედა შენ? არა დედა, ახლა ეკას უნდა შევხვდე ბარში და მაღაზიაში უნდა გავიაროთ. მერე ნათელა დედასთან შევივლი, რაღაც გუშინ ვერ ყოფილა კარგად და ვნახავ. ხო, მერე სალონში უნდა შევირბინო, იქიდან ბაზარში გავივლი, სახლისთვის პროდუქტები უნდა ვიყიდო. არა დედა, რატო დავიღლები? მე რა დამღლის დედა? კარგი. მე ჭვებინანელა იფანტება. კარგი, მერე შენ შეიძლება შემოგიარო. კარგი, კოცნი, კარგად. კაი. რა თქვი ირაკლი? ჰა? ჰა? რა ჰა? 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 რა ჰა? ჰა? რა რა ჰა ჰა რა რა ჰა ჰა? რაჰა? ჰა? რაჰა, მე ხა გამოვიდა. არი, ამას კიდე ვინ წევს ხოლმე? მოიცა მარიკა. შენ ძიმე არაწიო. რატო ირაკლი? რა ვიცი, ვიფიქრე, იქნებ არ შეიძლება თქო. კარგი ირაკლი რა, რას მოიგონებ ხოლმე? რა არ შეიძლება, იტყვის ხოლმე რაღაც. ჰა? ჰა? ირა, ხო, სოფეში რომ ვიყავით შეთან. ის ვიპოვე რა ქვია, ძველი საბჭოთა ფული, აი? ხო. და იცი სადმე თუ ახურთავებენ მითხარი. არა დათო, მე ასეთი ადგილი ქალაქში არ ვიცი. მაგრამ შენ თუ მეტყვი, ჩვენთან ერთად ვინც იყო იქ სოფელში. ვინმეზე ამ ბოლო დროს რამე უცნაურობა ხო არ შეგიმჩნევია. აი ამას თუ მეტყვი, მე ჩავიბარებ ძალიან მაღალი კურსით. მაგალითად 10 ლარად. ჰა? ჩემი მჩნევია. თან ზუსტად აი ეხლა ხანს. ვინ არის დათო? კაცია.
აქეთ იგი დადის და რაღაც სულ მკითხებს ვსავს. ჰა. შენი ერი კურსია ირა. წავედი მე, რო დავაგვიანდო ეკა გაგიჟდება. ამ ბოლო დროს სულ შეეცვალა მაგოგოს ხასიათი. მოიცა მარიკა. ეკას ხასიათი შეეცვალა, ხო? ამ ბოლო დროს. ისა როგორ არის ეკა? ჩვეულებრივად და რატომ ეკითხები? ეკა ჩვეულებრივად არის. და შენ? ჰა? დაიწყო ხა ეს? არ დაიწყო. შენ როგორ ხარ თქო? მარიკუნა, გეკითხები, საზამთრო არ გინდა? რა საზამთრო ირაკლი? ახლა მე საზამთრო რატო უნდა მინდა? რა ვიცი, მე უცებ მომინდა და. რა ირაკლი? საზამთრო მოგიდა ეხა? რა იყო? შეფეხბზიბეთ ხო? ჩვეულებრივი წვილი ხართ. ისაუბრეთ, მე წავედი. თამარ, მე ცოტა ხანს გავალ ხო? სულ წამი და დავბრუნდები. მართლა ერთი წუთი ხო და რას გეუბნებოდი? ეხლა კლიენტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის შეპესე პრებედინა, მაგრამ მე მაინც ესეთი მაქსიმალისტი ვარ, ხო იცი რა, უფრო მეტი და მეტი მინდა და რეკლამა უნდა გავაკეთო. მე კარგი რა თამარ, რასაც შენ მაგ პრებედინაზე ლაპარაკობ, დამიჯერე, რეკლამა აღარ ჭირდება. აიმე, ჩემო კარგო, თიკა, ზოგჯერ პრეზიდენტს ჭირდება რეკლამა და ამხელა მონსტრს აგენტოს არა? ხო, ალბათ მართალი ხარ. სალამე. მოვიდა ფლორა ფაუნის მფარველი ფერია. ანა, როგორ გამეხარდა რომ მოხვედი? მე ცოტა ხანი წავალ. არა, თიკა იცი როგორ გამეხარდა რომ დაგინახეთ. თქვენი დახმარება მჭირდება. რა მოხდა? ჯერ მომილოცეთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციას დაუმტკიცეს სატელევიზიო გადაცემის პროექტი შინაურ ცხოველებზე. მაგარია გილოთა მართლა გამიხარდა. და რეკლამა შენ გეხება? არა, რეკლამა მე არა. მე წამყვანობა შემომთავაზეს. კარგია. მისმინე რომელ არხზეა? პირველ არხზე. შენი გადაცემა გააკლია მაგარ. გოგო, რა მოგიტანოთ? მე და თიკას ჩაი და ამ ინგა გრიგოლიას წვენი. ანა, მითხარი რა ერქმევა ახლა ამ გადაცემას? ჩვენი მეგობრები. ხო, და დღეს გვაქვს საცდელი გადაცემის ჩაწერა და მაგით მჭირდებით რა. აი მე ხო წამყვანი ვარ და თქვენ იქნებით სტუმრები. ხო, და რა უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ? რა ვიცი, აი მე აგიხსნით ყველაფერს გასწავლით. იცი რა არის? გადავწყვეტე რომ დღევანდელი გადაცემა მიუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიფარეს ჩვენი უსახლკარო მეგობრები და უვლიან. მე გეთქვა ირაკლისთვის წამოვიდოდა და დათოზე ილაპარაკებდა. თამარ, ისე მე მგონი შენც ბევრი გაქვს ამ თემაზე სალაპარაკო. ნუ ეხლა რას ვიზამთ? ეს და რომელ საათზეა ეგ გადაცემა? 2:30-ზე იქნება ხოლმე. ძალიან კარგი დრო ანანო. მაგ დროს ნაკლებად უყურებენ ხოლმე ტელევიზორს და ეგ საერთოდ კარგია გადაცემისთვის. ისა. სანამ ხო არ გინახავთ? სალომე, შემოbrunდი. არსებობს ორი სანდრო. ერთი პირველი, რომელიც ნუ შენ გიყვარს და მეორე, რომელსაც ჩვენ ვიცნობ, ჩვენ რომელი გაინტერესებს? აი, მისა პირველი. ეგ არ გვინახავს. აუ გოგოებო, ხო წამოხვალთ რა. დღეს საცდელი გადაცემა და აი იცი როგორ, აი ძალიან მინდა რომ კაი გამოვიდეს რა. კი, მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკო ახლა? არის თამარ პრობლემა გასწავლით მე. აი თიკას ვითომ ყავს ის პატარა ოქროს თევზები რა, ხო იცი? და შენ ილაპარაკე იმ ოქროს თევზებზე, ხო? და შენ თამარ ილაპარაკე ლოქოზე. არა იცი რა არის? თავარის კი არ არის, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. თავარი რა ჩავიცვა ახლა? მე მოვიფიქრე, რაც უნდა ვთქვა.
თუ თქვენ სახლში თქვენი 4 ფეხა მეგობრისთვის არ გაქვთ ადგილი, შეპესე პრებედინა. ახალი სახლი თქვენთვის და თქვენი მეგობრისათვის. როგორი რეკლამა? დათო შენ ბათუმელი კაცი ხარ და კითხაობა არ იცი? კარგი რა ირაკლი რა კარგი რა მაყურებ ხოლმე ეს პროფესორი კაცი რა მკითხაობა ეხლა აშუაშია ბათუმი და მკითხაობა ირა მკითხაობა ფული ღირს მე რა პრობლემაა დათო? რა პრობლემაა? შენ თუ რამე საინტერესოს მეტყვი, აი ეს შენია. კი ბატონო. მკითხაობის მეტი რამე კიდევია ირაკლი. ეხლა ვიჩემ მოკარებ. ყურადღებით იყავი? რა თქმა უნდა. ეს ასე. ჩაიფიქრე. რა ჩავიფიქრე? რა მე რაც კიდე ჩაიფიქრე. ვეზე. ჩავიფიქრე. ამიგეთი კარგი. დაიმახსოვრე? კარგად დაიმახსოვრე? დაიმახსოვრე? რა თქმა უნდა. მაჩვენი. ახლა ადამიანს გაიცნობ. აჰა. ესე იგი ორიანი ყვავი და აი ეს ჯოკერი არის ახალი ადამიანი. კი, არ არის ეს ადამიანი? ადამიანია რა თქმა უნდა. ესე იგი ახალ ადამიანს ველოდებით. კი. და მალე გავიცნობთ ახალ ადამიანს, ხო? ვა, პოჩაკ დურსუნ. მერე? მერე ხო. მოკლე გზა გაქვს. მოკლე გზა. აჰა. ესე იგი 4-იანი და 5-იანი არის მოკლე გზა. ესე იგი თუ მოკლე გზა ანანო და ეკა გამოირიცხა. ეს გზა მოკლეა თუ ძალიან მოკლეა? ძალიან მოკლე. ძალიან მოკლე. ესე იგი თუ ძალიან მოკლე ისეთი და პირველი ასო ხო არ ჩანს? არ ჩანს ირა. რა არის კალანდაძე რა ეს არის პილოა ეს არის პილოა მე ეს პილო დახატე ეს პილოა ეხლა კალანდაც სპილო ოფილა ოჩახ კალანდაძე შეიძლება და თომას ამცალია მომწადით ბატონიჩე მომწადით რა კითხვა რატო ზარი ჯერ არ დარეკილა და ბავშვები რატო გაუშვე 5 წუთი იქით 5 წუთი აქეთ ბატონიჩე რა 10 წუთი აკლია გაკვეთილის დამთავრებას მეც მაგას გეუბნებით ბატონიჩე დავკვირდით 10 წუთში ხო 2-5 წუთია 1-5 წუთი იქით 1-5 წუთი აქეთ რა გამო
მოვიდა 10 წუთი ხო? კარგი რა დათო რა, კარგი რა. 5 წუთი იქეთ, 5 წუთი ეგეთ, კარგი რა. კარგი რა ბატონო ინდიშელი ხარ რაზე მეკამათებით ხარ გაიხედეთ გარეთ გაზაფხული მომიდა ყვავილები აყვავდნენ ხეები აყვავდნენ გარეთ მანქანები დადიან ახალი მანქანები ჯიპები დიდი ჯიბე. შავი ჩვენ რო იდოიჩი ვიყავით ბატონო ინდიშელი ხო გახსოვთ იქ საჩუქარი ვიყიდე თქვენთვის საჩუქარი? ხო კი იქ რო ვიყავით რა ქვია იმას სოფელში რო წავედით და მე რო დავიკერდე სხვა სოფელში რო წავედი ხო გახსოვთ იქ ვიპოვე იპოვე? ეხლა თუ ვიპოვე თქვი რა საოცრება ეს ამერია ვიპოვე ვიყიდე და ვიყიდე და თქვენ ჩამოგიტანეთ აი დაიფარეთ ესე ესა? კი გიხდებათ განაკი წაწია დირექტორ მაგარი დიდი მადლობა, შემოდათო დიდი მადლობა, მაგრამ რატომ მოვედი ახლა მე აქ? აი ჩემი რუსა კაცო. თქვენ ჩემი რუსა. ბევრი სამეცადინო აქვს და იქნებ როგორმე ცოტათი შეეშვათ რა მთელი დღე ამ ქალაქში სეირნობას დასიაროს. ხომ იცი გამოცდები მოდის. გამოცდები ირაკლისთან? რა პრობლემაა? ირაკლი ბულკი. არა, შენ ვერ გამიგე რა. აი ხომ აი როგორ გითხარი, ბევრი მეცადინეობა სჭირდება და ამ დროს კიდევ შენზე ფიქრობს. შენზე ვინ ფიქრობს რუსა ფიქრობს შენზე. რას ფიქრობს რა ვიცი ხლა მე რას ფიქრობ, შენზე ფიქრობს რა. ვიზე რა ვერ გაიგე კაცო, რუსა ჩემი შვილი. ვინ ის აი ჰაეროვან კარგი რა ბატონო ინდიშელი მე არაფერში უშლი ხელ დაბძანდით მე არაფერში უშლი თქვენ შვილიშვილს ხელს ხო მართლა აი გუშინაც მაგალითად გვიან მოვიდა დიახ კინოში ვიყავით მე კინო 12 საათზე მთავრდება ის კიდე მომბრძანა 2 საათზე ვერ გამოგვიძა გრძელი ფილმი იყო უაზრო და დამეძინა იცით რა ნუ გავიწყდება რომ ის ჯერ ბავშვია კიდე შენთან შედე პატარა მეც პატარა ვარ და ჭუით არ გამომივიდა გაგზელეთ კარგი იცით რა დათო ხო მართლა ის უნდა გითხრა ძალიან თქო რა ნუ აშინებ ამ მასწავლებლებს რა ედიშერ სხვა რადის შვილი შეყარებული ვარო და თქვენ თავს გავაგდებინებ სკოლიდან რა როიცოდეთ როგორი სახებია ბატონო როიცოდეთ როგორი სახებია დაარტყით ბატონო ედიშერ კარგი დათო, კარგი, ახლა გავანებოთ მაგას ჩვენ თავი და აი იფიქრე იცოდე იმაზე. რუსას ხელი არ შეუშალო, სამეცადინეო. მე კიდე მეჩქარება სამინისტროში ვარ დაბარებული. აი დირექტორების ატესტაციაო და ერთი 500 საკითხი მაქვს დასასწავლი ტვინი მებრძო რა, არ შემილია. წავედი მე ეს. უნდა გაიქცეთ, ხო? გაიქცეთ. ბატონო ედიშერი. რა გინდა? უკაცრავად. გინდათ გითხრათ რა ბილეთი შეგხვდებათ? როგორ? თქვენს კაბინეტში იყავა და ფული გამიმზადეთ დანარჩენი შემძებს. აღარ გეყვეს მაიმუნობა. იფიქრე იმაზე რაც გითხარი. წავედი ახლა მე. მიმზადეთ. იფიქრე. რა, შემიცე.
იფიქრე, მეც კაისულელი ვარ რა. ჩამოუტანე მეც და დირექტორ რა. გამომეტალა ბანან. თიკა, ახლა მალე დავიწყებთ უკვე. შენზე აი აქ დაჯდეს თქვა. ხომძეთ ხარ თიკა? კი, მაგრამ რა უნდა ველაპარაკოთ ანანო, არ ვიცი. არ არის თიკა პრობლემა. მე გკითხავ რაღაცებს და თქვენ უბრალოდ მიპასუხებთ. მიხდი, აი შეხედე, აქ ესე იგი შენ ვითომ ყავს თევზი, ხო? მაგრამ თევზებზე საერთოდ არ არის პრობლემა თიკა. დაწყდი, აი ნახე, თამარ ყავს თუთი ყურში ვითომ. და თუ ზაღლი. და არაფერი, მე უბრალოდ გკითხავთ თქვენ რაღაცებს და თქვენ უბრალოდ რაღაცა საყვარლები არიან და რაღაცებს ილაპარაკეთ. ანანო, ის დიდი პროჟექტორი ვინ გამართო? არ ვიცი. თამარმა გამართა. ტესტერს ბევრსო. აჰა, ესე იგი ამით გაგაქვს შორს, აი ესე, ამით ახლოს. გასაგებია. ვაიმე ეს მომცა სახლში და წინა კორპუსში რა ხდება სუზებილად მეცოდინებოდა რა. თამარ გეხვეწები, მოდი რა, გავიმეოროთ რა, ეხლა მოვა ხუწუჩი დათო და ხომ დავიწყოთ უკვე. ვაიმე, ნუ ნერვიულობ, ანანო, ისეთი სტუმარი მომიწვია, რომ გადაცემა საუკეთესო გამოვა. ვაიმე, თამარ, იცი შენ იქით უნდა დაჯდე. ცოტი. აი იქით, იქით. არ არის პრობლემა, გადავალ. თამარ, სკამისა, აუ კაი რა, თამარ, რა დადგიეს. აი იქ პუფზე უნდა დაჯდე, ისი რა კომფორტული, აი კითხე. ო, ვიცი ეს რა არის, მეც მაქვს სახლში. ლაშა ქვია. ლიკა დავახაძე. ალო, ხოლიკო, ხო, ალბათ შემთხვევით გამომეშვა ზარი. ვერ დაგილაპარაკები რა, ეხლა გადაღებაზე ვარ. ო, სად ვიქნები? ტელევიზიაში. ხო, კაი, გავიქეცი. ხო, კაი. კაი, მადლ. ესეც ასე. ეს გადაცემა გავა ეთერში? რა ვიცი, თუ კაი გამოვიდა კი. აუ, რა კარგია, ჩემებს ვეთყვი რომ უყურონ მე. ხო, თამარ, შენ არ ეთყვი არავის? მე ვუთხარი უკვე ყველას. მობილურები გამორთოთ. ესე. ვაიმე, რა არის? მე ვარ შეპესე პრებედინას დამფუძნებელი და ნებისმიერ წამს შეიძლება კლიენტმა დამერგოს, ვერ გამოხდა. ანანო, მზად ხარ, ხო? კი, ხუწუჩი ვიწყებ. კარგი. ანანო, ჩემზე რომელი კამერა მუშაობს? შენზე აი ზორიონი რო აწერია. ეს. ო, არ შეიძლება რომ ამანი მუშაოს. სიმპათიური ბიჭია უფრო. იმანიცის უკვე ვიზაც უნდა იმუშაოს. კაი, ეხა ხუწუჩი მოვა უკვე დათო და დავიწყებთ. ანანო, მე ეს გადაცემა დისკზე ჩამიწერე რა. ახლობელს უნდა გავგზავნო მილანში. სანდრო, ახლა ჩვენ ვდგევართ ურთულესი და ამავდროულად საინტერესო ამოცანის წინაშე. უნდა გავიგოთ ვინ არის ფერმწიფეთი. მაგრამ ამისთვის ერთი აუცილებელი პირობა უნდა შევასრულოთ. შენ უნდა შეასრულო, სანდრო, არსად არაფერი წამოგცდეს. არავის არაფერი უთხრა, გაიგე? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად. უი, ირაკლი, როგორ მინდოდა მეც რომ წამოსულიყავი შენთან სოფელში, მაგრამ ვერ მოვახერხე ბარში მარტო. კიდე კაი ვერ წამოხვედი, სალომე, თორე გამოძიება საგრძნობლად გართულდებოდა. რა? არაფერი, ლუდი მომიტანეთ ხო, მე რომ მიყვარს ის ლუდი. კარგი. სანშე? სანდრო, რა მოგიტანო? სანდრო! ლუდი მოუტანე ამასაც. მიდი. შენ არ მითხარი არაფერი არ თქვაო? მერე გამოგცადე, სანდრო.
ყოჩა. ახლა მომისმა. ჩვენ უნდა მივყვეთ ნელ-ნელა გამორიცხვის მეთოდით. აჰა. ესე იგი ჩვენ გვყავს შემდეგი ეჭვმიტანილები. აბა? ანანო. თიკა. ეკა. ხლონტები. თამარი და ქეთევანი. თამარი და ქეთევანი. მარიკა. დილას ჩავატარე საგამოძიებო სამუშაოები სახლში, თან მე ხო ექიმი ვარ, სანდრო, თან კარგი ექიმი და ამიტომ მარიკა გამოირიცხა. მეზედე. თიკა. დავიწყეთ გამოძიება. ყოჩა სანდრო. დავიწყოთ. ჩემი აზრით თუ გაინტერესებს, თიკა გამორიცხულია. რატო? რატო და აი ეს თუ ფეხბზიმეთ არის. ეხლა. ამაზე ადრე ხო გაიგებდნენ ქეთევანი და თამარი. ქეთევანი ეს არის ეს. ხო, ქეთევანი და თამარი. ხო გაიგებდნენ ამაზე ადრე. კი. ხო, მე ქეთევანი და თამარი რო გაიგებდნენ ამას, მთელ სოფლიოს ხო მოდებდნენ. მოდებდნენ. მე და შენს ხო ვართ მთელი სოფლიო. როგორ არა ვართ? როგორ არა ვართ? ვართ. მე გავიგეთ რამე? ვერ გავიგეთ. ვერ გავიგეთ. ვერაფერიც ვერ გავიგეთ. ამიტომ თიკა გამორიცხულია. გამორიცხულია. ვერ გაიგე ხო? როგორ ვერ გავიგე? ჩვენ ვარ მთელი მსოფლიო. ვერაფერი ვერ გავიგე და თიკა გამორიცხულია. თამარი გამორიცხულია. ნუ ავჩქარდებით. ნუ ავჩქარდებით. გეჭიროს ცოტა ხანი თამარი. ხო შეიძლება თამარმა გაიცნო ვიღაც სიმპათიური ბიჭი. ამან გაიცნო სიმპათიური ბიჭი. სანდრო, ამან თუ გაიცნო. რატო არ შეიძლება ამანაც გაიცნოს? დაუშვათ გაიცნო. ხო? დაუშვათ გაიცნო ეს სიმპათიური ბიჭი. ხდებოდნენ ერთმანეთს, დადიოდნენ ერთად ბარში იყვნენ, კინოში იყვნენ, რაღაც გზნობა გაღვივდა, შეუყვარდათ ერთმანეთი, თან თამარი ამას მალავდა, არავის ეუბნებოდა, თამარი არავის ეუბნებოდა, მართალი ხარ თამარი გამორიცხული. ეკა. ეკა. ეკა გამორიცხულია. რატო ვითომ? ეგ ისეთი სისწრაფით შორდება თავის ხრებს ვერ მოასწრებდა. თან როგორც მახსოვს, ეკა ამბობდა, რომ პაველი არ ჩქარობსო. არ უნდაო ჯერო ბავშვიო და ახლა პაველის გარდა ეკა ვისაც იცნობს, დანარჩენები ისეთ ასაკში არიან, რომ ეს წავიდა პრაღაში. დაგვრჩა ანანო და ქეთევანი. აიღე ანანო. ანანო და ბექა. არა, ეგ ანანოს გამორიცხულია. რატო? ესენი მაქსიმუმ დღეში 4 წუთი და 53 წამი შეხვდნენ ერთმანეთს. ვერ მოასწრებდნენ. ირა
ეგ არის ქეთევანი გამორიცხვის მეთოდით ვიარეთ და სწორ პასუხს მივადექით ქეთევანია გენიოსი ხარი რა მაგრამ სანდრო ახლა ადრია ჯერ ეს ჟრიამული და სიხარული და ზეიმი აღიარებითი ჩვენება გვჭირდება ეჭვმიტანილის შენ გინდა ღლონტებს რამე ათქმევინო მართალი ხარ ამიტომ უნდა გამოვტეხოთ ვინ ჯერ უნდა გამოვტეხოთ ვინ ლაშ ლაშა ტორონჯაძე გენიოსი ხარ მისტერ ჰოლმს ლონდონ მომღევით დოქტორ ვოტსონ ქეთევანი დამრჩა სანდრო მიდი ხარ უკვე გამოდი კაცო აზეთა მაგი ეს მომიყვანე დილიდან და დამში სცენაზე რა გავაგრძელო გაჩვდით ახლა გავაგრძელოთ ხო მე რომელ კამერაზე ვმუშაობ ისევ იმაზე მუშაობ და გაჩერდი პატივცემულო მაყურებლებო გრძელდება გადაცემა ჩვენი მეგობრები და ახლა სიტყვას გადავცემ ამ საქმის ექსპერტს ბატონ დათოს ბატონ დათო მოგვახსენეთ თქვენი აზრი რა უნდა გითხრათ ნერვები მაქვს მოშლილი ძაღლმა გაგანერვიულად არა ედიშენმა ხო ძაღლმა აი როგორც გავიგეთ დათო მის ძაღლს გაუნერვიულებია და მაყურებელს უთუა დაინტერესებს თუ რა მოხდა გვიამბეთ თუ შეიძლება რატომ გაგაბრაზეთ რატომ და ჯოხს თუ გადაუგდებ იმის მაგივრად რომ მომიტანოს მიწებს ლაპარაკს და ჩხუბს რომ ჩემ შვილიშვილს დაანებე თავი არც არია გამოცდები ეცება ეხლა უნდა ჩააბაროს დათო მე ძაღლზე გეკითხებით ძაღლზე მე ძაღლს ვლაპარაკობ მოდის და მე ყუცაკიცინებს აქეთ-იქით რა საინტერესო დათო ჯოხის გარდა სხვა არაფერი არ მოაქვს ხოლმე არა ბავშვებს ატანს ცარცს კარგი მადლობ დათო მადლობ ძალიან საინტერესო ისტორია მოვისმინეთ დათოსა და მის ძაღლზე მართალია ძაღლები ხშირად გვაბრაზებენ მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ისინი ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობრები არიან ადიხ გადავიდეთ თამარზე თამარ ჩვენ მოვისმინეთ დათოს ძაღლის შესახებ მაყურებელს უთუა დაინტერესებს თქვენი თუთი ყურშის შესახებაც გისმენთ აი რასაკეთ ლაპარაკობს დიახ აიცით რომ საოცარია მე რასაც ვიტყვი ის იმახსოვრებს და მე იმეორებს ხო პატრონს გავს საინტერესოა თამარ მაყურებელს უთუა დაინტერესებს აი ესე გარკვევით იმეორებს ვაიმე გაგიკვირდებათ და აი დავუშვათ ვთქვი რომ შეპესე პრებედინა დაგეხმარებათ ბინების ყიდვა გაყიდვაში იმეორებს შეპესე პრებედინა დაგეხმარებათ ბინების ყიდვა გაყიდვაში მე
იქ კიდე ვიტყვი რომ შეპესე პრებედინა დაგეხმარებათ საოფისე ფართების ყიდვა გაყიდვაში იმეორებს შეპესე პრებედინა დაგეხმარებათ საოფისე ფართების ყიდვა გაყიდვაში მე კიდე ვიტყვი შეპესე პრებედინა მადლობ თიკასაც მოусმინათ ახლა თიკა აი როგორც გავიგეთ დათო ზახს მოაქვს ჯოხი თამარის თუთი ჯოხი კი არ მოაქვს მიწებს ლაპარაკობს არ ჯოხი მოაქვს თუთი ხოში ლაპარაკობს აი თქვენ თევს თიკა აი რა შეუძლია თქვენ თევს ჩემს თევს რა შეუძლია და ცურვა მართალი დღეს ცურვას და ცურვას რა საინტერესო და აი თიკა აი თქვათ როდესაც ერთობიან დათო და მისი ძაღლი მოაქვს ძაღლს ჯოხი თამარი და ჯოხი არ მოაქვს საუბრობენ თუთი ხოში და თამარი საუბრობენ ხო და აი თქვენ და თქვენი თევზი აი როგორ მე და ჩემი თევზი ცურავს ესე მთელი დღე მეც სამ დროს დავდივარ ხოლმე ოთახში მე გავჩერდები თევზთან ესე ჩავიკოზები და უყურებ მაგრამ ისიც გაჩერდება და ესე ჩაიკოზება და მიყურებ არა ჩაულებ და ესე ვერთობით ძალიან კარგად მე და ჩემი მეგობარი მე მინდა ერთი ჩართვა გავაკეთო მაყურებელს უთუოდ დააინტერესებს რომ აი სხვათა შორის ჩემი თუთიყუში ქართული ენის გარდა ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს ნიკ თარგმნის წიგნებს აი ფოლკნერი ცოტა გაუჭირდა იმიტომ რომ იქ რაღაცა ეს მადლობ თამარ მადლობ ეხლა დათო აი დაგვიხასიათეთ თქვენი ძაღლი როგორია ჩემი ძაღლი მოხუცი ბებერია ცოტა ყურს დააკლდა ვერც ხედავს კარგად ის გაცვივდა ბეწვი გაცვივდა აი აქ სულ გაცვივდა კი და ხასიათიც შეეცვალა არა მანამდეც არ აკლდა მაგრამ აი ხა სულ გაგიზიანდა და რას მეუნდება იცი როცა მივდივარ ხო მიშვრიშთან ჩემლებს არ გატან მეჩქუბება ის არის ჩემი თიკასთან მინდა და თუ შეიძლება აი თიკას თევზი თიკა აი თქვენი თევზი აი რა ქვია ჩემს თევზს რა ქვია ლაშიკა ქვია ჩემს თევზს ესეთი ფუტკონა და თიკა აი რითი იკვებება ლაშიკა აი მე ლაშიკა ჭამს ყველაფერს რასაც ჩავუყრი ყველაფერს ჭამს და თიკა ეს ერთი თევზი ყავთ არა სხვათა შორის ორი თევზი მყავს ერთი ფუტკონა და ერთი პატარა და ერთად ცხოვრობენ ესე ჩემ აკვარიუმში მე მინდა მაყურებელს უთხრა აი თიკას თევზებთან რაღაცა ისე მოხდა რომ შეხება მაქვს და ერთი ფაქტი მინდა აღნიშნო რომ სხვათა შორის ის აკვარიუმი იმ პატარა თევზის იყო და მე მოვიდა ის ლოქო და ჩაუსახლდა მოდი თქვენ შემთხვევაში მხოლოდ თუთიყურზე ვისაუბროთ კარგით აი როგორ დაიწყო ეს თუთიყურში მაინც ლაპარაკი თქვენ ასწავლეთ დიახ ეს ვის არასწავლის ლაპარაკი რა ქვია სახელად თუთიყურს ჩემ თუთიყურს უკაცრავად ქვია იუზა თვალით ვერ ხედავს, მაგრამ მაინც დაფრინავს. ერთი კურიოზი მინდა მოყვე, მაინც ახლა ტელევიზიაში ვართ. ეს ჩემი თუთიყუში იუზა შევუშვი სუფთა, აი გასუფთავებულ სამოთახიანში. იფრინა. იუზა შევუშვი და იფრინა ვეღარ გამოფრინდა, იმიტომ რომ ამ გასუფთავებულ და გარემონტებულ სახლს ჰქონდა მეტალოპლასტმასის კარფანჯარა და სხვათა შორის დღესდღეობით ეს სახლი იყიდება და მსურველები დაუკავშირდნენ უფრო სწორად შეპესე პრებედინას. სამწუხაროდ ჩვენი დრო მოიწურა.
აი ესეთი მომთმენები, ჭკვიანები და სიტყვა ძუნწები არიან ჩვენი მეგობარი ცხოველები, ფრინველები და თევზები. ისინი ჩვენ არასდროს არაფერს არ გვიშავებენ, პირიქით, ჩვენ ვუშავებთ მათ. ისინი კი ჩვენგან მხოლოდ მეგობრობას, სიყვარულს და მოფერებას ითხოვენ. და არასოდეს არ დაგვავიწყეს, რომ ეს ურთიერთ ბოდიში მე მატყობინებენ, რომ ბევრს ვლაპარაკობ და უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და რაც მთავარია, არასდროს არ დაგვავიწყეს, რომ ცხოველები, ფრინველები და თევზები რა ხალხი, მობრძანდით. მარტო ხარ? ხო, ჯერჯერობით მარტო ვარ, მაგრამ ნელ-ნელა შემოგვემატება ხალხი. აი ეს ქეთევანს მოუტანეთ. სად არის? მაღაზიაში ჩავიდა ირაკლი. არ იყო საჭირო ახლა ყვავილები და სანდრო. როგორ ახარ ლაშა? ხო, გეკითხება, როგორ ხარო? რა ვიცი, კარგად, ცოტა დაღლილი ვარ, ბევრი პაციენტი მივიღე, მაგრამ თან ამ ბინის ამბავზეც ხო დავდივართ მე და ქეთევან სალკე რო გვინდა გადასვლა რა. ნახე რა სხვანაირად ჭიკჭიკებს. აი, შემაიმუნა. ჩვენ ყველაფერი ვიცით ჩვენ. ყველაფერი ვიცით. იცი? ამათ ხო ვერაფერს ვერ გამოაყარებ რა. გამოწვრთნა, ყველა გამოწვრთნა თამარმა რა. ვიფიქრე, ჩემი დაბადების დღისთვის შევინახავ მეთქი, მაგრამ კარგი ხო? მამა ჩემის გამოხდილია. ორნახადია, ნახე ირაკლი. რა არომატი აქვს? კარგი, სანდრო, ეს გავარტყით, შემთხვევით გავარტყით. მაგრამ ჩვენ მარტო ამ საკითხზე არ ვართ მოსულები. ჩვენ იმ საკითხზე მოვედით. რატო მარტო ეს საკითხი ირაკლი? აბა? რამცხარი ცხო გვინდა რა. ამათ გონიათ მიმალავი. ახე თან თხილითა რას მოუხდება რა ეხა მოვიდან ჭიქებს აი ეხა რა მოდი აქ რა ნამსხვარი რა არაყი სადაც არის პატარა ბუშტი მოევლინება ქვეყანას ჩვენთვის ეგ არ უნდა გეთქვა შენ ლაშიკო იცი როგორ გამიხარდა რომ გავიგე ქეთევანის ფეხმძიმობის ამბავი აბა მიდი დასკ. არა რა, ისე ლაშა. კაი, ირაკლის არ უთხრა შერცვა. მე და შენ როგორ არ გვითხრა? ირაკლი, ესე იგი, თქვენ სოფელში იპოვეთ ტესტი? იპოვეთ. და რა იცი რო ქეთევანია? 100%-იანია, ლაშა, წყალი არ გაუღო. თან ჰოლმსი და ვოტსონი იკვლევდნენ. ესე იგი მე ცოტა ხანში მამა უნდა გავხდე? ხო, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს ლაშა შენთან რა. კი, მთხოვ. ხო შეიძლება, ხო? კი, აბა. მომისმინე ძალიან, ხო, კარგად მომისმინე. მთელი სამეზობლო და მთელი სამეგობრო დაგიდგებით გვერდში. ოღონდ ბავშვი რო გაჩნდება, იუზა ან პრეპედინა არ დაარქმევინა ძალიან. კარგი რა ირაკლი.
ხო, რა მაგარი იქნება? გოგო რო გაჩნდეს რა შარში იქნები? 3 ღლონტი და 1 ტორონჯაძე. არა 3. მომისმინე სანდრო, მომისმინე. 2 ღლონტი და 2 ტორონჯაძე. ეგ ოფიციალურად ლაშა. გამარჯობა. კეთო. მოკლედ გასული არ ვარ და ჰოპ, სუფრავ გაიშალე, ხო? ნამსხვრისთვისაც მიუგნია ბიჭს. არაფერი წამოგხდეს, გესმის? შენს გეხება. ლაშა, არაფერი არ წამოგხდეს. თავის პირით უნდა ვათქვევინო ყველაფერი. გასაგებია რას. ლაშიკო, შენ მეტი აღარ დალიო, გესმის? რა იყო, რა გჭირს? რა იყო, რა არის? აი, დალიე, გესმის, დალიე, დარჩები ესე გაკრეჭილი, დალიე. მიდი, ხო, მიდი. გეხვეწები არ მანერვიულო, ეხლა მეტი აღარ დალიო. მართალია, ქეთევანის ნერვიულობა არ შეიძლება, დავამთავრეთ. ქეთევანი. ბატონო. ესე მალე როგორ ამოხვედი? ვიფიქრე ჩავალ მოვეხმარები მეთქი და. ურიგოდ შევედი. აი, გაიგეთ, ურიგოდ გაუშვეს. არა, ეგ არაფერს არ ნიშნავს, ისედაც სულ ურიგოდ შედის ხოლმე. ქეთევან, ბატონო. რატომ იყავი მაღაზიაში ჩასული? რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ვიყავი მაღაზიაში ჩასული? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქეთევან. რა ვიცი, ჩავედი სასმელზე, საჭმელზე, ხილზე. ხილი იყიდე ქეთევან? რა ხილი იყიდე? საზამთრო? რა საზამთრო, ირაკლი, რა დროს საზამთრო არ გჭირს? რა ვიცი, მე მომინდა უცებ და ვიფიქრე. რა დროს საზამთროა, ირაკლი, რა გჭირს? ფეხმძიმედ ხომ არ ხარ? მე არა. კარგი რა ქეთევან, ახლა არაფერს დამალვას აზრი არ აქვს, ყველაფერი იციან, აი ეს შენ. ყველაფერი იციან? ხო, კარგი, რა მოხდა მე ვიტყვი? რა მოხდა, ვიცით, სულ რაღაც 1 წელი მაქვს ასაკზე დაკლებული. საბუთებში. ქეთევან, მოდი ჩემთან. არ გითხარ ხო რა, ასაკი, საზამთრო ის არ ვიცი მე, მოდი რა. აი, ეს გამომერჯებს, ამას აი შენ მიდი, დალიე და ესე დაგემართება და არჩები გაკრეჭილი. მიდი, სვი, ხო, მიდი. მიპასუხე. ირაკლი, მიპასუხე, გეკითხები და მიპასუხე, რას ჩაღუნე თავი, გამაგებინე. ლაშიკო, გამაგებინე, აი შენ მაინც რა მოგივიდა, რა შენ გამაგიჟებ. როგორ იფიქრე, რომ მე ფეხმძიმედ ვიყავი და ეს შენ არ გითხარი? აი საერთოდ ხალხო, მე ფეხმძიმედ ვიყავი და ვინმეს არ ვუთხარი? კარგით რა. აჰა, ხო გეუბნებოდი არა? რას მეუბნებოდი? რასტი, ურემი რო გადატრიალდება გზა ქეთევან. ბატონო. შეგიდე, ნუ იცი ხოლმე ასე ყველაფერზე გაგიჟება რა მოგივიდა. გამორიცხვის მეთოდით რო წავედით, ყველაზე რეალური კანდიდატი შენ იყავი რა ჩვენი ბრალია. გასაგებია, ესე იგი ვიღაც ფეხმძიმედაა და არ ვიცით ვინე და ვინ არის, თან რამდენი ვარიანტია? 3. თიკა, ანანო და ეკა. ყოჩა ხსანდრო. მარიკა დილასვე გამოირიცხა. თამარი? გამორიცხულია. შევკრები ვარ. თამარ, სად იყავი ამდენ ხანს? მაღაზიაში შევიარე და. რა გინდოდა ამ შუაღამისას მაღაზიაში თამარ? რა ვიცი, რაღაც მჟავე მომივიდა. ვაიმე, სანდრო, ხელი მომეც.